ქართული ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნიკა გვარამიამ, ელენა ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ალან ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვეს. პარტია ახლის ლიდერების უკმაყოფილება ბერსეს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებმა გამოიწვია, რომლებსაც ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ. ამბობენ, რომ ევროსაბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირი მაღალი რანგის შეხვედრებით ქართულ ოცნებას ეხმარება. აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ციხეებში პატიმრები არ მოინახულა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური გზავნილები არ გაუკეთებია. მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. გუშინ გავაკრიტიკა ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მან. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არ მისვლა, ციხეში არ მისვლა. ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ. დღეს რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები. ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს. ბ. უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს. გ. საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს. მით უმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი. მით უმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა. ალან ბერსეს შეხვდა ბარიერ გადალახული ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი. მედიასთან ისინი ამტკიცებენ, რომ ბერსეს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრები ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, თუმცა ნაწილობრივ იზიარებენ პარტია ახლის კოლეგა ოპოზიციონერების პოზიციებსაც. ოპოზიციური პარტიები ძირითად ნაწილში ბუნებრივია ერთიანია ვართ და ყველა კოალიცია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. ეს იქნება თქვა ჩვენი გზავნილები, თუ ეს იქნება შეხვედრები, ხო კონკრეტულ საკითხზე არის კონკრეტული მოსაზრება, თუმცა მე ვეთანხმები იმას, რომ რა თქმა უნდა კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კონტექსტში და იმ მოთხოვნებთან თანხვედრაში უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ვიზიტი. ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ამას თავად ბატონი ბერსეც ღიად იტყვის. კაფიოდ დააფიქსირა, რომ არანაირ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ის არ არის ჩამოსული და ვერ იქნება მისი ვიზიტი ამისთვის გამოყენებული. მეორე, ახლა რაც გვარამიამ დაწერა, ჩვენ ვიცით ხო, რა ჭირდება ტელეკომპანია იმედს და პოსტივის მაგალითად პროპაგანდისტვის, ერთი ხელის ჩამორთმევა სადმე შუკაში რომელიმე ქოც წარმომადგენლის. მართვალ გუნდში კი ხაზს უსვამენ იმას, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს გენერალური მდივნის ვიზიტით წერტილი დაესვა, რაც ოპოზიციამაც კარგად იცის. ქართული ოცნების წევრების თქმით, მაღალი რანგის შეხვედრები საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღებას ემსახურება. ყოველგვარი აზრი, შეხედულება წიაღსულა თუ რამ დღემდე ყოფილა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს დაესვა წერტილი. საზოგადოება კარგად ხედავს, აღიქოს, რომ ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის როგორც პირველ პირებთან, ასევე ელჩებთან. დღეარ გადის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს. ეს ყველაფერი მეტყველებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი ლეგიტიმური არჩევნების ფონზე ქვეყანას ყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა და ის ახორციელებს ქვეყნის მართვას და შემდგომ პროგრესს. ამას მიეჩვიოს ყველა და რეალობას გაუსწოროს თქვა. ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემარა ამ შეხვედრას, ვინც ამ შეხვედრაზე
მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს, მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა, რომ იყვნენ დამალულები და სასოწარკვეთილები და შეფასებების ნაწილში მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ, არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა და მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ. თქვა რომ ასეთი დღის წესრიგი არ უწყობს ხელს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მეორე მსხვერპლობები რომ ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ თურმე დაგვსაჯონ და ასა დავალებები მოგცენ და ასე შემდეგ. უნებრივია მათთვის ნებისმიერი ვიზიტი, ნებისმიერი მილოცვარი მიუღებელი, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი არა ლეგიტიმაციის ან აღიარების თვალსაზრისით, ისეთ ნათელია და დადასტურებული არამედ იმისათვის, რომ კიდევ ახალი ფურცელი გადაიშლება საქართველოს ევროსაბჭოს ურთიერთობებში, რა თქმა უნდა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი გუშინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა. ალან ბერსე თბილისში 21 დეკემბრამდე დარჩება.